სალამი ფეხბურთის მოყვარულებო, ეს არის ახალი პოდკასტი ჯერ უსახელო და პირდაპირ რაღაცა ცოტა რამდენიმე წუთის წინ რაღაც გავგებ რომ მოხდა ჩვენ პოდკასტს, ამიტომ პირდაპირ გავაგრძელებთ და დავიწყებთ რადაც ვლაპარაკობთ ნიკოლოზ შოშტაშვილი, გიორგი ნავროზაშვილი არიან ჩემი მეგობრები. არ გინდა. აღარ გასახელები ხო? ცოტა შუაში ჩამოიშვი. ანუ ვითომ არ მოხდარა ეგ. ვაგრძელებთ პირდაპირ. განვიხილოთ ბავშვების მოგონებებს ფეხბურთზე, ჩვენ სიყვარულს მშვენიერი სპორტის მიმართ, ჩვენ საყვარელ ფეხბურთელებს და გუნდებს და პირდაპირ დავიწყებთ ამ ჩვენ საინტერესო საუბარს. ნიკა, შენ როდის გახსოვს შენ პირველი საფეხბურთო მოგონება რა იყო? პირველ რიგში მოგესალმები საბა, მივესალმები შენს მაყურებელს, წარმატებას გისურვებ ამ პროექტში, დაგილოცავ ახალ წამოწყებას. წარმატებებს გისურვებ პირველ რიგში. ჩემი საფეხბურთო ცნობიერება იწყება იმ პერიოდიდან, რომელიც მე არ მახსოვს. იმიტომ რომ მე მეუბნები ახლა მამა ჩემის, პაპა ჩემის, დედა ჩემის მიყვებიან იმაზე, რომ 2006 წელს სოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ლოკომოტივზე იყო ჩვენებო და იქ ვიყავითო, მაგრამ არ მახსოვს. მეუბნებიან, რომ საფრანგეთის ნაკრებთან თამაშზე ვარ ნამყოფი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციაზე, მაგრამ არც ეგ არ მახსოვს. პირველი საფეხბურთო მოგონება, რომელიც მე მახსოვს კარგად, არის 2009 წელთან დაკავშირებული, როდესაც სკოლაში შევდიოდი. დავდიოდით მე და დედა ჩემი საკანცელერიო მაღაზიებში, ვიდულობდით პასტებს, ბრეულებს, პენლებს, აი ასეთ საყოველდღიურო სასკოლო ნივთებს და ერთ-ერთი იყო დღიური. ამ დღიურის ყიდვისას გამყიდველმა ქალმა მახსოვს გადმომიღო მესისა და რონალდოს დღიური. ერთ დღიურზე იყო მესი და მეორეზე იყო რონალდო და ავირჩიე მესის დღიური. იმის შემდეგ ვარ მესის გულშემატკივარი და ბარსელონის გულშემატკივარი. რო ამერჩია რონალდო ვიხდებოდი. ახალ სხვა სიტუაციაში. იმაშინ კი იყო მანჩესტერ იუნაიტედის მაისურთის რომ მახსოვს კინოკადრად მახსოვს ეგ მომენტი. მაგწესავე ზუსტად. ხო, ზუსტად ეგზაფხული არის, მაგრამ ახლა ნუ ჯერ თბილისის იმაში რა საკანცელერიო მაღაზიებში მაინც იმაში იყიდებოდა. მანჩესტერის მაისურში იყიდებოდა მისი სახიანი დღიური და ნუ აღმდგებოდი ან მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი, ან რეალის და სავარაუდოდ რეალში გადავყვებოდი კრისტიანოს ის დღიური რომ მეყიდა, მაგრამ ავირჩიე მესის დღიური, მე მამაჩემ მომითხრა რომ ეს არის მესიო, თვითონ მამაჩემსაც ძალიან მოყვარდა მესის ფოტოშორის. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის გულშემატკივარი არის, ასევე არის ძალიან დიდი მარადონისტი. და მესიში ეხედავდა მარადონას ერთგვარ აგრძელებას შეგვიძლია ვთქვათ და მეც ასე ისე ბარსელონასა და მესის გულშემატკივარი. აი, სულ მაინტერესებს ხოლმე. ჯერ გიორგი შენს თქვი, შენი პირველ საფეხბურთო მოგონება რა იყო? იმიტომ რომ შენ ხარ ერთ-ერთი გამონაკლისი არა. ანუ არის კატეგორია საქართველოს ფანების, რომელიც არც ბარსა და არც რეალის ფანები არიან და ალბათ ყველა პოპულარული მესამე შენი საყვარელი გუნდია ხოლმე. ნუ ესე ცალსახად ვერ ვიტყოდი, როდესაც მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული და სხვა კლუბები არსებობს, თუმცა ხო, ნუ მესამე ყველაზე პოპულარული ალბათ მაინც ბაიერნი და მილანი. მილანი უფრო საქართველოში მილანი უფრო. ეს ძველი მასშტაბებით ხო. მანჩესტერი ბაიერნი მილანი ალბათ თანაბარ დონეზე იქნება. მანჩესტერ იუნაიტედსაც. კი, იუნაიტედსაც ძალიან დიდი. რთულია. შენ როდის უყურებ ბაიერნის პირველ თამაშს თუ გახსოვს? პირველ თამაშს უყურე ალბათ 9 წლის ასაკში, მანამდე არ მინახავს არც ერთი შეხვედრა. ეს იყო 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. და შვენიერი თამაში დაგიწყე. შვენიერი თამაში. შვენიერი არა, იმედი ახლა დრამატულობით შვენიერი თამაში. ნეიტრალური თვალით კარგი თამაში იყო ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის ბაიერნის ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა და აი ამ შემტევმა სტილმა მომაწონა თავი, ასე რომ ვთქვათ, შემტევი ფეხბურთი მიყვარს, პირველ ნომრად მოთამაშე გუნდებს ვანიჭებ უპირატესობას და შესაბამისად მომეწონა მიუნხენის ბაიერნი და დღემდე მიუყვები. თან ის ფაქტიც უნდა ვახსენო, რომ როდესაც ეზოში მანამდე ფეხბურთს თამაშობდი, აი 6 წლის ასაკიდან ალბათ, ფეხბურთს როცა არ უყურებდი, თამაშობდი, დიდად არც მესმოდა იმ დროს ჩახედული არ ვიყავი ფეხბურთში. მესმოდა ხოლმე მესი, რონალდო, ბარსელონა, რეალი და ყოველთვის ფიქრობდი, რომ ნეტავ თუ არსებობდა კიდე სხვა გუნდი, რომლის გულშემატკივრობა შეეძლო ადამიანს და
შემდეგ ცოტა რო გავიზარდე, მივხვდი რომ სხვა გუნდებიც არსებობს, იგივე მანჩესტერი, ბაიერნი და შემდგომ უკვე რომ ნახე, როდესაც პირველად ნახე მიუნხენის ბაიერნის თამაში, დავწმუნდი რომ ეს იყო ჩემი კლუბი. ეს მაინტერესებს ხოლმე, აი რა განაპირობებს შენ საყურელ გუნდს ან შენ ფეხბურთელს, იმიტომ რომ ეს რაღაც არაცნობიერად ხდება და მაგალითად შენ რომ აიზამაიც მესი აირჩე და არა რონალდო, ეგეც რაღაცა იყო ალბათ. აი თუ რა იყო, რა მიგიზიდა მესიში. მართლა არაცნობიერად ხდება მოდეშტერი გახდება. თავიდან ბოლომდე შენი საფეხბურთო გემოვნება, ну თუ ბავშვობიდან უყურებ ფეხბურთს, არის შემთხვევითობებზე დამოკიდებული. ну ჩემი აზრი არის ასეთი, ახლა მე რახან მაშინ ავირჩიე მესის დღიური. ამან ის გამოიწვია რომ მე ბარსელონას გულშემატკივარი გავხდი. ამან გამოიწვია ის რომ მე შემტევი ფეხბურთი მიყვარს ძალიან, შემტევი ფეხბურთზე ვგიჟდები. და ამან გამოიწვია ის რომ ტიკი-ტაკა ვთვლი რომ არის ყველაზე დახვეწილი საფეხბურთო სტილი, იოჰან კრუიფის საფეხბურთო ფილოსოფიები მგონია რომ ყველაზე დიდი არის ფეხბურთის ისტორიაში, თუმცა ვთქვათ ეხლა იმ დღეს რომ ვესლი სნეიდერის ან დიეგო მილიტოს რეული და დღიური მეყიდა მე მეგონებოდა და მე ჩავთვლიდი რომ კატენაჩო არის ყველაზე დიდი საფეხბურთო ფილოსოფია და საფეხბურთო ტაქტიკა და ინტერის ფეხბურთი არის ყველაზე მომხიბვლელი. თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული ძალიან ბევრ შემთხვევითობაზე. ну შემდგომში უკვე შეგიძლია ახლა დაირჩიო შენი საყვარელი საფეხბურთო სტილი და იმას გულშემატკივრო, მაგრამ ну მაინც ახლა თვითონ გუნდი რომელ გუნდს გულშემატკივრებ თუ ბავშვობიდან უყურებ ფეხბურთს არის დამოკიდებული აბსოლუტურად დიდ უცნაურობებზე. აი მაგალითად ჩემი მესის მიმართ დამოკიდებულება ახლა მართლა არ შემყარებია მესი და არ შემყარებია მისი ფეხბურთი იმის გამო რომ მაგარი ფეხბურთელი იყო, იმიტომ რომ მესის გულშემატკივრება იქამდე დაიწყო და მის თამაშს ვნახავდი. ახლა შეიძლება სხვა სხვანაირად იყოს, მაგრამ მე მაგალითად ეგრე ვარ. და ძალიან ბევრ რაღაცაზე არის ეს ყველაფერი დამოკიდებული. ბევრ შემთხვევითობაზე ახლა შემდეგ ახლა როცა ნახავ თქვათ ახლა ლამინე იამალი უკვე მაგალითად იმის მერე შემიყვარდა როგორც ფეხბურთელი, რაც თამაში ვნახე. იმიტომ რომ უკვე დიდი ვიყავი შედარებით ზრდასრულ ასაკში შევხედე მის თამაშს, თუმცა ახლა ახალი თავობა რო წამოვახლა შემდეგ ხო დაიწერება და ისე ხო დახატავენ ლამინე იამალს სხვადასხვა დღიურებზე თუ ვეუბნებზე. შემდეგ ვიღაცა კიდევ ერთი 6 წლის ბავშვი კიდევ ერთხელ შეხვდება ახლა ამ დღიურს და ისე გახდება ბარსელონაზე ლამინე იამალის გულშემატკივარი, როგორც მე იგავდი მის გულშემატკივარი, ისე რომ თამაში არ მქონდა ნანახი. რა საინტერესოა. ყველა თაობა ეს მოძრაობს ეს წრე არის. თან ეს საინტერესო. ყველა თაობა სხვადასხვანაირად ხდება ფეხბურთის ფანი რა. ახლა ჩვენი მშობლების თაობა სხვანაირად გახდა. ჩვენ ახლა შენ ახლა დღიური და ბევრი ჩვენი თაობისა YouTube-დან და ეს მასობრივად ინფორმაცია რო ქონა, ჰაილაითები და ესეთი ამბებით, ანუ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ფეხბურთთორე ახლა. აი მე რომ მოსმენელი ხომ ახლა მამაჩემის და მაგ თაობის ხალხი და ეს სხვანაირი რაღაცნაირი ყა გაზეთების ყიდვით და აი სხვანაირი ეს წაკითხული ფეხბურთი იყო ეგ და იმას კიდე თავისი ძალიან დიდი ეშხი აქვს ამ წაკითხულ ფეხბურთს და ძალიან გული მწდება რომ ჩვენს თაობაში უკვე აღარ კითხულობენ ფეხბურთს დიდად. გაზეთებიც აღარ არის. საფეხბურთო გაზეთები კიდე სხვა რაღაც, საფეხბურთო გაზეთები კიდე სხვა რაღაცა, საფეხბურთო გაზეთები შეიძლება ჩვეულებრივად ჩაანაცვლო ონლაინ გამომცემლობებით, ახლა ნოველით, რომლებიც ძალიან ბევრი არის საქართველოში. ახლა კი. ხო და ეს საფეხბურთო ლიტერატურა ერთგვარი, აი წინ გვიდევს ახლა ბეკემის და დიეგო მარადონას ავტობიოგრაფიები, ნაკითხი ფეხბურთი იყო ის და სხვანაირად ესმოდა თქვაში ფეხბურთი. ახლა წარმოვიდგინე რაღაცას გეტყვით. ეს წარმოვიდგინეთ უბრალოდ რომ ჩვენი მამების თაობის 90% საყვარელი მოთამაშე არის დიეგო მარადონა და მეორე 10%-ში არიან ვან ბასტენი, პლატინი და ესე შემდეგ. ის ფაქტი გავიაზროთ რომ ჩვენი მამების თაობას, რომლებიც ამბობენ თუნდაც დიეგო მარადონაზე, ან პლატინიზე, ან ვან ბასტენზე, რომ ისინი ჩემს საყვარელი ფეხბურთელები არიანო, იმათი 7, 8, 12, 13 მატჩია სულ ნახი. ამ 13 მატჩი არის, მაგრამ სადღაც ერთი 150 მატჩი შეიძლება მქონდეს ნანახი ვისი მაგალითად აი ვინ თქვა მიკელ მერინოს. ხო? დაახლოებით 150 მატჩი შეიძლება მქონდეს ნანახი და კევინ დე ბრუინის. კევინ დე ბრუინის სადღაც ერთი 250-მდე ხო, ვოლფსბურგიდან თუ მიყვები და პრემიერ ლიგაზე თუ გადაყვე. ხო,
იმათი საფეხბურთო ცოდნა, საფეხბურთო ტვინი ცოტა სხვანაირად არის მორგებული და იმ იკონურ მომენტებზე არის აგებული. რომელი იკონური მომენტები ახლა ჩვენს გვაქვს, მეც მაქვს მისის უკვე ლამინეს მიმართაც მაქვს ეს იკონური მომენტები. ქართულ ფეხბურთს არ გავუსწრებთ ნიკა კოშკირის იკონური მომენტები, მაგრამ ნიკა კოშკირის ჩაგდებული თამაშების გვაქვს ლეხში მახსოვს მისი ძალიან ბევრი ჩაგდებული თამაში ძალიან სრულად თან. თუმცა ნაკრების თამაშებიც რამდენი ხო, დავიწყოთ. თუმცა ახლა იკონური კადრებია ეს, აი იკონური ის რომელიც ამახსოვრდებათ ადამიანებს, იმიტომ რომ 7 მატჩი გვაქვს ადამიანს მარადონას ნანახი 1991 სუპერ ჩემპიონატზე. ის თავისთავად იტყვის რომ მარადონას დიდი ფეხბურთელი არავინ არ არის. თავისთავად. თუმცა მან კიდე სხვა რაღაცები შემოწება, ბაბლოსტილიანი სეზონი რო გენახა ისეთი დამახსოვრებელი იქნებოდა. ანუ ჩვენ ახლა გვაქვს მოზღუება, ყველანაირ მატჩებზე ვუყურო ძალიან თავისუფლად და მაშინ რომ შენიათ ეს კარგია თუ ცუდია? აი შეიძლება რაღაც აი კარგი შეიძლება ცუდია იმ ხრი რომ ანუ რომანტიზება იყო ადრე ფეხბურთს უფრო მეტად რომ აი იშვიათად რო უყურებდი უფრო აფასებდა ხალხი მაგას და ახლა რომ შეიძლება აი ნებისმიერ ჩემპიონატს აი პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩებს შეიძლება უყურო და აი შეიძლება გარანტიულად ხდება მაყურებლის რომ აი მაგათ მე არის თქვენ მქონია თუ არა ანუ მიუხედავად იმისა რომ აქტიურად ვადევნე ფეხბურთს თვალყურს აი მქონია მომენტი რომ აი ცოტა პაუზა მჭირდება იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ამდენი რო არის რაღაც არა კი თავის დასვენება გჭირდება რაღაცა იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ხო მე მქონია ბერჯო მქონია მინახავს დაუშვათ 3 თამაში ერთდროულად და მეოთხე რო იწყება უკვე აღარ ყოფს სხვათა შორის აი წლევანდელი სეზონი მაგით გამორჩეულია რომ აი მაგის ის არ ჭირდება რა იმიტომ რომ ყველა თამაშებს უკეთესია კი ყველა თამაშებს მენზე უკეთესია რაღაცა მოწყურებული რო იყო ადრე ხალხი ფეხბურთს უფრო სხვანაირი თვალით უყურებდნენ ალბათ მაგრამ ჩვენთან მაგიტომ მგონია მაინც ფეხბურთი ეგ მაგას მნიშვნელობა არ აქვს ყოველ თაობაში არის მაინც თაობას ყავს თავის იკონური და კონტრაკტული მომენტი სხვანაირი თვალით შეხედავდი ბუნებრივია რა ეხლა მაგალითად ბაბუების და პაპების თაობას რომ მივყვეთ იმათ ფეხბურთი აბსოლუტურად სხვანაირია ხო რადიო ფეხბურთი ხო აი მოსმენელი ფეხბურთის ის კიდე იმას კიდე სხვა მუღამი ექნებოდა კი ელოსი მანჯგელაძე დიდებული ქართველი არტისტი და ლეგენდარული კომენტატორი თუმცა თუ ისე მაგალი ხარისხის ეგეც ვთქვათ აქვს ეგეთი იკონური მომენტი ერთი არ ვიცი ვისო არ რო ვთქვა არ მახსოვს მაგასაც მოგატყუთ არ ვიცი ვისო თამაშებული თუმცა მნიშვნელოვანი თამაშობდით ერთ-ერთ რუსულ კლუბთან საფედერაციის კავშირის ჩემპიონატში სადაც აუცილებლად მოგვიგო თელი თამაში გავიდა თამაში კომენტირებს თელი მაგ იყო როგორც იცი თითო ტაიმს აკომენტირებდნენ ხო ჩანაწერში უსმენს ხალხი აი მიდის თამაში მიდის ეს აკომენტირებს და მორჩა თამაში ფრედ და მე არის ეროსი მანჯგელაძის გენიალური სიტყვები მეგობრებო არ შეგეშინდეთ მე თქვენთვის ერთი გოლი შემოვინახეო რომელიც თურმე დინამოს გაუტანია 57 თუ 50 წუთზე და მოვიგეთ თურმე ის თამაში ეხა ეგეთი რაღაცა რომ დღეს გააკეთოთ არა ეგეთი რაღაც ანუ რაღაცას ვიდეო წარმოუდგენელია კომენტატორი ლაივ სკორების ეპოქაში მაგრამ ეხლა ყველაფერი დამოვარდინეთ თუმცა იმათთვის ეხლა ბაბუების თაობისთვის დიდი ბაბუების თაობისთვის ეგ არის ეს აი ამაზე მაგარი არაფერი არ არის ხო ისინი როგორ იხსენებენ მაგას ხო საინტერესო ეგეც ხო არა შეხედეთ ჩვენ ახლა ისეთ საინტერესო თაობაში მოვეკეთეთ ახლა რომ ხელმისაწვდომი როგორ ამდენი ფეხბურთი თან იმხელა არქივი საფეხბურთო რომ აი ციტყვაზე მე ხანდახან მქონია ხოლმე სურვილი და ძველ სოფლიო ჩემპიონატს ჩავარჯდები ხოლმე აი რაღაცა აი მკინა იცი აგარიში მაგრამ მაინც რაღაც მაგარია ძველი იმის ფეხბურთის რასაც მოეს არის საინტერესოა იმის ნახვა ხო შეხედეთ მე მასე დავიწყე რეალურად ფეხბურთის აქტიური ფანი რომ გავხდეთ მე ალბათ თქვენაირ აი პირველი სოფლიო რომელიც აქტიურად ესე მეტალურად მახსოვს 14 წელი იყო და აი მაგის მერე აი სულ ვიკიპედიაში ვზივარ ხოლმე და სულ ვაღაინტერესება ამ სოფლიოზე ვინ გავიდა პლეიოფში რაღაც ეგეთი აი ნერდული საფეხბურთო სიყვარული ნერდულსაც ვერ დავარქვევ მაგას აი პატარა დეტალებს ყველაფერი გაინტერესებს ფეხბურთს უყურე როგორც მეცნიერებას ამაზე მის მე ახლოს მიცნობს იციან ფეხბურთი არის ჩემთვის მეცნიერება ანუ არსებობს საფეხბურთო ისტორია არსებობს საფეხბურთო მათემატიკა ამასთან ერთად ანუ ჩვეულებრივი მეცნიერება და ეს არის საფეხბურთო ისტორია როგორც მაგალითად ადამიანმა ნაპოლეონის ომები შეიძლება იცოდეს ისე შეიძლება იცოდეს სოფლიო ჩემპიონატების ისტორია ჩვეულებრივი ისტორია სოფლიოს ისტორიის ნაწილი გამოსაცემი ნაწილია ნერდული მაგალითად არის როდესაც იცი
ვინ რამდენი ქულა აიღო 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თითოეულ ჯგუფში. ეგ არის ნერვდობა, მაგრამ 2002 წლის სენეგალის ამბავი რომ იცი რა, რომ აი მაგას იცნობი უბრალოდ, მაგას კითხულობ. 86 წლის ბელგიის ნახევარფინალი, აი ხა თუნდაც საუდის არაბეთი, არგენტინა, ხა ცოტა სენსაციებში წავედი, მაგრამ ბატისტონის და შუმახერის შეჯახება ერთმანეთთან, აი ეს ფაქტები უკვე ეს არის საფეხბურთო თორები რა, თორე არავის არ აინტერესებს ის ანგარიში როგორ დამთავრდა რაღაცა. ყველას აინტერესებს ეს თორები. ეს ამბები აინტერესებს ყველას, იმიტომ რომ ისტორია არის ეგ. 1950 წლის ფინალი, ეგრეთ წოდებული ფინალი უბრალოდ ოქროს მატჩი დავარქვათ. ისტორია ეგ, სოციალური ელემენტი არის ერთ-ერთი რა. ცხოვრების ნაწილია რეალურად. ანუ ფეხბურთი არის ცხოვრების ნაწილი და ვისაც მარტო სპორტი გონია, ძალიან ზედაპირულად და არასერიოზულად უყურებს. პირდაპირ რაც ხდება სოფლიოში ის რაღაც ირეკლამოს ფეხბურთი მაგას რეალურად და სულ რამდენი სპორტს აქვს მაგის თქმის უფლება რომ სპორტზე მეტია ფეხბურთი, კალათბურთი, რა თქმა უნდა თავისთავად კალათბურთსაც აქვს მაგის თქმის უფლება რომ სპორტზე ბევრად მეტია. მაგრამ საქართველოში გვაჩვენა რომ ფეხბურთი რა შეუძლია. არა ხო, საქართველოში ნომერ პირველი სპორტია. საქართველოში ვლაპარაკობ და ალბათ ესე იქნება არ ყველაზე მასიური. ახლოსაც არა. ყველაზე მასობრივი სპორტია. მასობრივი სპორტია, იმიტომ რომ ანუ ისეთი ფენომენი ფეხბურთი ისეთი მაგარი რაღაცა, მოდი ფეხბურთის სიყვარულს, ფეხბურთი თამაში და ეგ მინდა გავიხსენოთ, იმიტომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, ძალიან ბევრ ჯერ ვახსენეთ სიტყვა ფეხბურთი. ფეხბურთის თამაში, აი ალბათ ყველა ბავშვებს ჩვეულებრივ თამაშობ უბანში რაღაც და მაინტერესებს აი როდის მივხვდით რომ აი არ გამოვიდა ანუ ყველას ქონდა ოცნება ფეხბურთელი გავხდა ასე თუ ისე რაღაც დონეზე და როდის მოხდა შორის მაგაზე ძალიან საინტერესო ისტორია ხო მე ძალიან საინტერესო რა ცოტა ის სახუმაროა ერთგვარი ну ჩემს საფეხბურთო მონაცემები ყველა მიცით ერთ-ერთი ყველაზე სუდი მოთამაშე ვარ ფეხბურთის პინსკი დაბადებულა კაშია ვერ ვიტყოდი ხო რომ გადახან ხვდება ფეხბურთები და მაგიდან ხო და მე და ბატონი ოთარ ნადარეიშვილი მოვიკითხავ აქედან 26 მარტი ახალი მონტარი არის ალბათ ერთი კვირა არის გასული და სახინგლეში ვართ ბელიამინოვში და გამოსულები ვართ მოსაწევ ვართ და აი ესე ვუყურებთ ერთმანეთს და აი ეხლა ორივე ერთმანეთს უწყებთ რომ ეხლა გავიაზრეთ რომ ნაკრებში აღარასდროს აღარ გამოგიზახებენ სადღაც 20 წლის ასაკ 21 წლის ასაკში მივხვდი რომ ნაკრებში აღარასოდეს აღარ გამომიზახებენ ხო და მაგალითად ჩვენ ხო ეგ ვთქვით მაგრამ აი მაგალითად ჩვენი ძმაკაცი ლაზარი რომელსაც ასევე მოვიკითხავ ის შედარებით კარგი მოთამაშე არის ფეხბურთში თუმცა 20 შედარებით და მაგრამ იმას კიდე ვთქვათ ფიქრებ რომ აი ცოტა ხანი რომ ივარჯიშოს 1-2 ეხლა და მე შეიძლება მოხდეს ნაკრებში ეხლა ბერელიძის თორი მაგალითად ეხლა 20 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს ძალიან მაგარი ბიჭი გარეჯის ფეხბურთელი ტორპედოს ვინც ნახეთ ის გოლი კიდე მეტად და ვინც არ ნახეთ გირჩევთ რომ ნახოთ დაახლოებით 2 წელიწადში გზა გაიარა მეხუთე ლიგიდან ევროპის ახალგაზრდა ჩემპიონატამდე და მართლა არასდროს არ არის გვიანი ამის თქმა მართლა შეგვიძლია რომ არასდროს არ არის გვიანი მონდომების შემთხვევაში და საკმარისი ბიჭის შემთხვევაში შეიძლება მიაღწიო ეს საქართველოს ნაკრებს როგორც შენამონდი ძალიან მაგრად აქვს ის კუჩის ფეხბურთის ელემენტები ინტეგრირებული თამაშის და თამაშის სტილში და ჩვენ დავინახეთ და სულ ახლა უყურებთ ფეხბურთს. ნაკრების თამაშებს უჩანს. თუგინა 90-იანი წლების ნაკრები აიღე, რომელიც ну აი ამ ნაკრებამდე მაინც ყველაზე წარმატებული ნაკრებად იქნება. ყველაზე წარმატებული ნაკრებიც მაშინაც კუჩის ფეხბურთის სტილით თამაშობდა. აი გიო, შოთა, აჩიგო, კეცბაც, აი ძალიან კარგად იყო ინტეგრირებული ეს კუჩის ფეხბურთი, აი ეს დიდ 11-11-ს. ხო და როგორც ბრაზილიაზე რომ უნდა. აი მაგათაც ანუ თავიანთი, ანუ შეეგეც რაღაც არის, ეგუნება თავიანთი წარუშლელი კვალი დატოვებული სტილი თვითონ ანუ სტილი ხო ეგუნება ევროპაში ხო ის პელესის პელეს ფილმი ხო ნანახი მან რო არ ევროპელებს რო ესეთი მკაცრი რაღაც ესეთი აკადემიური მიდგომა ქონდა ფეხბურთის მიმართ და ეს ბრაზილიის ცხოვრების ნაწილი იყო სპანაირი აი ეგ დღემდე გრძელდება ეგა და იცი რა ჩემი აზრით მან ევროპული და სამხრეთ ამერიკული კი არ არის ეგ არის უფრო ჩრდილოური და სამხრეთული. აი მაგალითად გერმანული ფეხბურთი, აი გიო არ მომატყუებინებს.
არის დისციპლინებული, დაალაგებული. ნიჭზე არ არის. ხო, ნიჭზე არ არის და რომელი გერმანელი აი უნიჭიერესი სუპერსტარი გახსენდება, რომ აი ინდივიდუალური სუპერსტარი ბევრი გახსენდება. ბალაკი, მათეუსი, თუნდაც თომას მიულერი ნიჭიერი არის თომას, რაც არ უნდა იყოს ნიჭიერი არის თომას მიულერი, ბევრი რაღაცა და თუმცა აი სუპერსტარი, ნიჭიერი სუპერსტარები გახსენდება რა, იმიტომ რომ ის არის ჩრდილოური ფეხბურთი, რომელიც არის მორგებული დისციპლინაზე. სამხრეთული ფეხბურთი, იტალიური ფეხბურთი, ისპანური ფეხბურთი, ქართული მათ შორის, ქართული სამხრეთული ფეხბურთი. სამხრეთული ფეხბურთი არის ქართული, იმიტომ რომ ჩვენს პირონ იდეურადაც სტილით უფრო გავს. არა მარტო საფეხბურთო მხრივ, მორალურადაც სამხრეთელები ვართ ჩვენ რა. აი რატო ამბობს ყველგან ძალიან ბევრი საერთო გვაქვს იტალიელებთან. ორივე სამხრეთელები ვართ. ერთ სარტყელში ვართ, ერთ-ერთი ამინდია ჩვენთან და ხასიათიც ყველაფერი. ხასიათი მაგას განაპირობებს, კი ზუსტად. ძალიან ბევრი შვება მაგას. ხო, აი საფეხბურთი ესე გაისახა და ინტერიორი და ფეხბურთი რომ ჩვენ სამხრეთული ქვეყანა ვართ, ფეხბურთს სამხრეთულად თამაშობთ 20 გოდიდგანვე. ნუ თემურქეც ბაიას რამდენიმე წლის გამოკლებით, როდესაც ვაი შემაზიზღა უკან პასი. ყველა პასი იყო უკან. ის პერიოდი ცუდი გასაცდელი. მაგრამ ჩემთვის მაინც ეგ არის საყვარელი ნაკრები. თემურქეც ბაიას ნაკრები არის ჩემი საყვარელი ნაკრები. და იმას ნაკრები იყო. ვლადიმერ ვაიჩის პირველი პერიოდის ნაკრები, აი რუმინეთთან 5-2 ვაგებდით და ის ხო გენიალური ვიდეო ესპანეთთან ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ. ავტობუსის ვიდეო, აი ინიესტაზე რო საუბრობენ, ხო? ხო, სხვაგან არის. ინიესტა თევზია, იქნება თევზი ინიესტა. რომანტიანტურია, ასა გენიალური სიტყვები მანდ. ეგ ხომ ბარსელონის აკადემიაში თამაშობდა. მე და ალბაო კაცო ერთად ვიყავით, ჩემი გუნდელი იყო, მაგრამ მოუმატებია ის. მოიმატებდა. ბარსელონა იყო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იყო და მაგდროს ჭანტურია მე მგონი უფაში თამაშობდა. ნახე, მინდა ჩვენი საუბარი, ნახე ბავშვობაზე მოვაბრუნო და ჩვენ ხარ ჩვენ ბავშვობაში სხვანაირი ფეხბურთს იმარშებოდით, სხვანაირად უყურებდით და სხვა იყო ჩვენი გმირები და აი ახლა საინტერესო ვიცით ვინც არიან და აი ამათი გმირები ახლა ვინც მოდის აქ მე მგონი ძალიან მაგარი გმირები ყავს და როგორც საქართველოს ნაკრები რო საყურებლად მაგათთვის უფრო კაი პერიოდი ჩემი აზრით. ეგ უნდა მეთქო პირველ რიგში, იმიტომ არიან ბედნიერები, რომ გმირი ყავს ქართველი პირველ რიგში ხვიჩას სახით. ყველა პოზიციაზე თითო გმირი ყავს. დღეს არის ყინარი. ეხლა თქვენ როცა უყურებთ ამ ვიდეოს უკვე იცით. არ ვიცი. შედეგი იმედია. მოდი ხვიჩას გავუმარჯოს ერთი რა. ხვიჩას გავუმარჯოს, წარმატებები უსურვოთ ფინალში და ხვიჩა ისოდე თუ გაიმარჯვა დღეს და გოლი გაიტანა, ჩვენი დალოცვის დამსახურებით ხდება. თუ არ გაიტანე, მაინც ჩვენი დალოცვის დამსახურებით ხდება. იმედია. იმედია გაიტანს. უნდა. პირველ რიგში ბედნიერი თაობა არის, იმიტომ რომ უკვე როდესაც 7 ნომერი ძალიან იკონურია ფეხბურთისთვის, კრისტიანო რონალდოს დამსახურებით და დღეს 7 ნომერს უკვე ქართველი ბავშვები ქართველი ფეხბურთის ატარებენ. მართლაც რთულია ლაპარაკი იმაზე თუ რამდენად დიდი არის ხვიჩა საერთოდ ფეხბურთისთვის. იქნებოდეს ქართული და წინ კიდევ რა აქვს. ეს არავინ ვიცით, მაგრამ იმედია ზღვარი არ არსებობს. ხო, ზღვარი არ, ხო, აი ეგ არის, ზღვარი და ძალიან სწრაფად ხდება თა ყველა. აი ერთი ეგ მაშინებს რომ ძალიან სწრაფად ხდება ყველაფერი ხვიჩას კარიერაში. კი. ან უცებ იყო აი ერთადერთი რაც რამაც დააგვიანა იყო ევროპაში ტრანსფერი. ხო. თუმცა ევროპაში ტრანსფერის შემდეგ უცებ იყო იტალიის ჩემპიონი პირველივე სეზონში, უცებ იყო წმინდანად შეაცხვა. რამდენადაც დააგვიანა აქ ტრანსფერმა იმდენად სწრაფად მოხდა მე რა ყველაფერი. შემდეგ უცებ იყო კონფლიქტი ნეაპოლში, უცებ იყო ჩავარდნა, უცებ იყო პარი სენ-ჟერმენი და პარი სენ-ჟერმენის აღზევებაც უცებ იყო. იმიტომ რომ უცებ არის ჩემპიონთა ლიგის. რა ვიცი, მე მეგონა ერთი პერიოდი დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდოდა პარი სენ-ჟერმენი. კი. მანჩესტერ სიტისთან რომ თუნდაც ფრედ ეთამაშოთ, ვერ გავიდოდა. ეგ არის რეალურად თუ PSG-მ და იმედია PSG თუ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, ჩემი აზრით ეგ მატჩი იქნება. კი, გარდამტეხი სიტისთან მატჩი არის თავარი მატჩი PSG-ში. კი, აბა, მაგის გარეშე ვერ გადიოდნენ პლეი-ოფში და თავარი მატჩი არის, იმ მატჩის მერე გახდა PSG ის რაც არის დღეს. ის მატჩი რომ არ ყოფილიყო, თუმცა ინტერთან ჯერ გოლი არ აკატანა. ხო, ამიტომ. თან ნეაპოლიტანელს და მე მგონი მოვიდა დრო. მე მგონი არა მოვიდა უკვე დრო და
აი რაღაც მაგარი იქნება ამ თაობისთვის ის რომ აი ევროპაში ან ქართველი შეიძლება გულშემატკივრობდე რა ანუ თან არავის რო არ ჩამოვარდება ეგ არის მართლა უნიკალური გამოცდილება ამათთვის რომ ჩვენ ახლა მესი და ასე შემდეგ მაგათი გულშემატკივრები ვიყავით და ამათ არ ჭირდებათ მაგათი გულშემატკივრები პირდაპირ ყავთ ქართველი ვინც არავის ატოლს არ და ჩვენთვის ახლა რა პირველია მაინც ხო ჩვენ პირველად მოვისწარით ქართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩვენი თაობა ხო ჩვენი თაობა პირველად მოვისწრდა რაღაცა არის ორი უცნაური გზნობა და ლიდერი არის ძალიან დიდი იმედი მაქვს დიდი იმედი მაქვს რა უკვე არის ეგ და ეგ იმედი გამიმართება კიდეც ქართულ ფეხბურთელებს აბსოლუტურად სხვანაირად უყურებენ ხუჭე კონაცხელიას შემდეგ დამოკიდებულება შეიცვალა აი იგივენაირად როგორც აი ომარ მარმუშის მაგალითი რო ავიღოთ რატომ მოხდა ეგრე მარტივად გერმანიის ჩემპიონატში და რატომ მოხდა ეგრე მარტივად თუნდაც მანჩესტერ სიტიში იმიტომ რომ ახლა იქ რო მუჰამედ სალაჰისგან რო დაინახეს რომ ეგვიპტეში თურმე ადამიანებმა ფეხბურთის თამაში იციან უფრო მარტივად მოხდა მარმუში ჭადის სახელი რო დაგავიწყდება გიოს ემახსოვრება რომელ გუნდში აინტრახტი ხო აინტრახტი ხო მარტო ჭადის სახელი რო დაგავიწყდება აინტრახტი ეგრე მაგიტომ მოხდა ეგრე მარტივად და აინტრახტის მერე უკვე თავის თავზე იყო დამოკიდებული საოცარი სეზონი მოხდა მანჩესტერ სიტიში ანუ რაღაცა კარებები დიხსნები იგივენაირად როგორც ზურიკოს გაიხსნა ხვიჩას შემდეგ იგივენაირად როგორც ხოჩორას თუნდაც ხოჩორას თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე ნახავთ თუნდაც გოგლიჩიძე და ხოჩორა მაგრამ ბევრს ავიწყდება ხოლმე მამარდაშვილს რამ ხელა რა მაქვს გაკეთებ ალბათ ხო მამარდაშვილმა გააკეთა მამარდაშვილი იცი რატო ვალენსიაში ხო ტოპ 5 ჩემპიონატში პირველი ხო მამარდა იყო ისე ხონელები თუ გაკაჩავთ თორე ეს მეკარის პოზიცია ზოგადად დაუფასებელი რჩება გვინდა თუ არ გვინდა თუ ისე ნუ მამარდა იჩაგრება მაგის გამო მამარდაც იჩაგრება ზოგადად ან რამდენ მეკარეს აქვს ოქროს ბურთი აგებული ერთს ხო ლევიაში ისიც რამდენად დამსახურებულია იცი რა მე მგონია რომ უნდა დავიწყოთ აი ხორვატებს რო ხონდათ ხო იცი ეს ტრადიცია რა არის 2013 წლიდან მოყოლებული სულ თითო ხორვატი იგებს ლიგას წელს ხო არა შეგნებულს მამარდა მაგალითად ხოჩურად სადმე გადავა ჩაკვეთს მანამდე არ ვიცით რა იმედია და მე ვიღაც ახალი გამოჩნდება გოს კი თაობა მოდის და რატომ თაობა მოდის მე ყვარას წამოვა და მას თაობა მართლა მოდის და ძალიან მიხარია რომ ამ თაობის ნაწილი რეალურად ჩვენი ტოლი ხალხია ეს ვინც გავიდა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ტოლები არიან და აი რაღაცა კი არ მე კი არ მაქვს წვლილი მაგაში მაგრამ ჯენზების პირველი თაობა მე ვამაყობ ისე ეგონა მე ვითამაშე რა ევროპის ჩემპიონატს მოხდები და მე მგონი და ამ ჩვენს შემდგომ თაობას კიდევ ვაფშე ბედნიერება აქვს ამათი ფეხბურთის ყურებისგან და ამიტომ ჩვენ შემიძლია დასასრულისკენ წავიდეთ მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და რა ვიცი ან თუ გავაგრძელოთ ამ პოდკასტს მშვენიერია თუ არა და მაინც ძალიან მაგარი იყო და სახელი უნდა მოვფიქრო სახელს მოვფიქრე ბოლოში გავასახელი ახლა რავი სიამოვნებით გესწუმრებოდი ისე და ქრონომეტრებსაც გავზრდი ბატონო ნიკოლოზ შეგვიფასე შუალე დურკერა და ფინალური გამოცდა იდეალური გამოცდა არის საერთოდ თქვენს ამ პილოტ პროექტს და რაც უფრო კიდე გააგრძელებთ მაინც შეეტენა მოდიშვილი